წითელას ვირუსის ეპიდაფეთქება შიდა ქართლში რეგიონში ვირუსის 17 შემთხვევაა დადასტურებული. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის განყოფილების უფროსის ინფორმაციით ინფიცირებული ადამიანების უმრავლესობა ვაქცინირებული არ იყო. ეკატერინე ქორჩაშვილი ვაქცინაციის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ამ წუთას ასეთი მდგომარეობა გვაქვს, მინდა გითხრა, რომ წითელას ეპიდაფეთქება გვაქვს შიდა ქართლში და რომ გადავხედეთ, ესე იგი 17 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს იანვრიდან დღემდე და გამოთვლით აღმოჩნდა, რომ ეს დადასტურებული შემთხვევები მაგათი აცრის სტატუსი ყველასი თითქმის იყო ან ერთი ვაქცინით იყვნენ აცრილი, ან საერთოდ არ იყვნენ ვაქცინირებული, რამაც ეს ეპიდაფეთქება გამოიწვია და მოუწოდებ მოსახლეობას ერთ-ერთი ძირითადი ინტერვენცია, რაც გვაქვს ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის აცრები, რის საშუალებითაც შეგვიძლია თავი დავიცვათ ვაქცინით მართვადი დაავადებებისაგან.